თბილისის მერობის კიდევ ერთი კანდიდატი ნიკა მელია და ნაციონალური მოძრაობის ლიდერები დღეს ვარკეთილის მოსახლეობას შეხვდნენ და სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარუდგინეს. ნიკა მელიამ მოსახლეობასთან შეხვედრისას უკვე დაგეგმილ და განსახორციელებელ პროექტებზე ისაუბრა, მათ შორის მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის გაიაფების შესახებაც. ჩვენი სიძლიერე არის ერთობაში და ჩვენ 15 ივნის ნამდვილად უნდა დავამტკიცოთ მარტივი რამ. ან ქალაქი გააგრძელებს სხვას განვითარებისაკენ, ან ქალაქი დაიპყრობს ახალ სიმაღლეებს, როგორც ინფრასტრუქტურულად, ასევე სოციალური პროექტების თვალსაზრისით. ჩვენი პროგრამა საარჩევნო თვისობრივად განსხვავდება სხვა პოლიტიკური გაერთიანების პროგრამებისაგან. ჩვენი გამარჯვების შემთხვევაში თქვენ იცით, რომ მთელი რიგი პროგრამები კიდევ უფრო გაფართოვდება, რაც დღეს ქალაქში მოქმედებს. პოლიტიკაში თავარი არის რწმენა. ამიტომ დღეს ჩვენ ვართ უფრო ძლიერი პარტია, იმიტომ რომ დღეს ყველა ვინც ვდგევართ რწმენით, ვდგევართ აზრით და როცა პოლიტიკაში რწმენით და აზრით გეხარ, ყოველთვის იქნები ძლიერი და ყოველთვის ნახავ 10-ობით და 100-ობით 1000 მხარდამჭერს, რომელიც შენ რწმენას გაიზიარებს.